უკრაინამ კიდევ ერთხელ დაანგრია რუსეთის საჰაერო თავდაცვის მითი. მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო ობიექტი გაანადგურა და ამ პროცესში დაახლოებით 100 მტრის ჯარისკაცი გაანეიტრალა. ეს მხოლოდ ბოლოა სულ უფრო დამანგრეველი იერიშების გრძელ რიგში, რომლებიც იდეალურად არის დაგეგმილი და უნაკლოდ შესრულებული, რაც აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მზარდ ძალას და მათი მოწინააღმდეგეების სულ უფრო სუსტ პერსპექტივებს. დეტალები ამ თავდასხმის შესახებ 21 მაისს გაავრცელა თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან დაადასტურა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის SBU სპეციალური დანიშნულების ალფას ჯგუფმა განახორციელა დარტყმა, რომლის სამიზნე იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის FSB-ს შტაბი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით მდებარეობდა ქალაქ გენიჩესკთან, პორტულ ქალაქთან, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონშია, სამხრეთ უკრაინაში. აზოვის ზღვისკენ გადმოხედვისას გენიჩესკი მდებარეობს არაბატის ისარზე, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს და აზოვის ზღვას აშის ზღვისგან მარილიანი ლაგუნების სერიებისგან ყოფს და აღმოსავლეთ ყირიმამდე გრძელდება. იქ გავრცელებული ინფორმაციით FSB-მ საკმაოდ დიდი სადლობის პუნქტი დაარსა. ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით კი მათ ამისთვის ძველი სასტუმრო ან საკურორტო კომპლექსი გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, ადრე რა იყო ან როგორ გამოიყენებოდა, ეს ტერიტორია მთლიანად რუსეთის საიდუმლო სამსახურმა დაიკავა და იქ სულ 9 მთავარი შენობა. ამ შენობებიდან თითოეული უკრაინის მსოფლიოში წამყვანმა დრონების ოპერატორებმა დაარტყეს. ზოგი უპილოტო საფრენი აპარატი, UAV, გავრცელებული ინფორმაციით, შენობების სახურავებს დაეცა. ზოგი კი ფანჯრებში შევიდა და შიგნიდან ააფეთქა შენობები. ადგილზე არაერთი მასშტაბური აფეთქება დაფიქსირდა და შემდეგ უზარმაზარი ხანძარიც გაჩნდა. ამას ადასტურებდა ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ონლაინ გაავრცელა სპუნ და საკმაოდ ნათლად აჩვენა დრონების უზარმაზარი ზემოქმედება, როდესაც ისინი კომპლექსის სხვადასხვა ნაწილს შეეჯახნენ, რამაც გამოიწვია ძლიერი ცეცხლის აფეთქებები, ნამსხევები და კვამლი. გარდა ამისა, NASA-ს სატელიტური მონიტორინგის სერვისმა 17 მაისს, იმ დღეს, როდესაც შეტევა მოხდა, დააფიქსირა მაღალი თერმული ნიშნები დარტყმის ადგილებში. ზელენსკის ანგარიშმა ასევე მეტი ნათელი მოფინა დარტყმას. SBU სპეციალური ოპერაციების ცენტრ 100 ჯარისკაცებს კარგი შედეგები აქვთ. დარტყმა მიაყენეს რუსეთის FSB-ს ოფიცრების შტაბს და ანტისაჰაერო კომპლექსი პანცირ S1 გაანადგურეს ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მხოლოდ ამ ოპერაციის შედეგად რუსებმა დაკარგეს დაახლოებით 100 ოკუპანტი მოკლული და დაჭრილი. რუსებმა უნდა გაიგონ, რომ ეს ომი უნდა დაასრულონ. უკრაინული საშუალო და გრძელვადიანი სანქციები კვლავ იმოქმედებს. მოდით ცოტა უფრო ღრმად ჩავღრმავდეთ ფაქტებს. პირველ რიგში ზელენსკიმ ახსენა პანცირ. 1 ეს არის რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო საჰაერო თავდაცვის სისტემა. პანცირის ოჯახის ნაწილი S1 არის თვითმავალი, მოკლე და საშუალო რადიუსის საზენიტო სარაკეტო და ანტისაჰაერო არტილერიის სისტემა, რომელიც ძირითადად განკუთვნილია სამხედრო დანაყოფების, ინფრასტრუქტურის და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემების დასაცავად. ის იყენებს 30 მმ-იან ავტომატურ ქვემეხებს და რადარით მართოდ რაკეტებს იყენებს როგორც სამიზნის აღმოჩენის რადარს, ასევე ელექტროოპტიკურ სისტემებს, რათა ერთდროულად 40-მდე სამიზნე დააფიქსიროს. ის ასევე შეუძლია ერთდროულად მრავალი საფრთხის განეიტრალება, მათ შორის თვითმფრინავების, ვერტმფრენების, დრონებისა და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალების. მოკლედ, ეს საკმაოდ მაღალი დონის ტექნიკაა და პანცირები ფართოდ გამოიყენებოდა კონფლიქტის განმავლობაში. რუსეთი მათ იყენებდა, რათა დაეხმარებინა უკრაინული დრონების როებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების ეფექტების წინააღმდეგ ბრძოლაში მაგალითად. თითოეული ერთეულის ღირებულება შეიძლება $20 მილიონ-მდე იყოს. ასე რომ ის ფაქტი, რომ უკრაინამ ერთის განადგურება შეძლო, კიევის ძალებისთვის ნამდვილი წარმატების ნიშანია და მტრისთვის კიდევ ერთი ეკონომიკური თავისტკივილია. შემდეგ არის თავდასხმის ადამიანური დანაკარგები. დაახლოებით 100 რუსი ჯარისკაცი ან მოკლეს ან დაჭრეს. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. ზუსტი დაღუპულების რაოდენობის შესახებ მესამე მხარის დადასტურება არ არსებობს, მაგრამ ვიდეო მტკიცებულებები ნათელ სურათს აჩვენებს. აფეთქებები იმდენად ძლიერია, თითქმის შეუძლებელია, რომ იმ შენობებიდან ვინმემ უვნებლად შეძლო გადარჩენა. ასე რომ, თუნდაც უკრაინული შეფასება ცოტა გადაჭარბებული იყოს, ძალიან დიდი ალბათობით იქ მინიმუმ ათეულობით რუსი დაზარალდა. მაგრამ ალბათ მთელი ამბის ყველაზე დამამძიმებელი ფაქტორი ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა, პანცირ S1, მაგრამ აშკარად საკმარისი არ აღმოჩნდა ობიექტის დასაცავად, ან თუნდაც საკუთარი თავის დასაცავად. ანალიტიკოსების თქმით, ამ დრონებმა სავარაუდოდ დაახლოებით 200 კილომეტრი, ანუ 125 მილი გაიარეს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. ან შესაძლოა კიდევ უფრო მეტი, იმის მიხედვით საიდანაც ისინი გაუშვეს. მათ მთელი ეს გზა გაიარეს, შესაძლოა გზად სხვა საჰაერო თავდაცვებიც გადაკვეთეს, ასევე პანცირიც, რომელიც საბოლოოდ გაანადგურეს, მაგრამ მაინც არ ჩამოუგდიათ. გარდა ამისა, დარტყმის მასშტაბი მიუთითებს, რომ დრონებს საშუალოზე უფრო დიდი საბრძოლო ქობინები ჰქონდათ. დიდხანს, როდესაც საქმე დრონებით თავდასხმების დაგეგმასა და განხორციელებას ეხებოდა, უკრაინას ხშირად უწევდა არჩევანის გაკეთება მანძილსა და ტვიფთს შორის. მას მხოლოდ ერთი ან მეორე შეეძლო. ან დრონების შორს გაეგზავნა, მაგრამ პატარა საბრძოლო ქობინებით, ან მეტი ასაფეთქებელი ძალა ჩაეტია, მაგრამ მიზნები უფრო ახლოს შეერჩია.
იმის მიხედვით, რაც ამ თავდასხმაზე ვიცით, ჩანს, რომ ამ კომპრომისის პრობლემა საბოლოოდ გადაიჯრა, რადგან უკრაინა ახლო უფრო დამანგრეველ და ძლიერ დრონულ თავდასხმებს ახორციელებს, შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე. და ეს მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა არ არის. ეს სულ უფრო გრძელდება და მღალდება მაგალითები იმისა, რომ რუსეთი სრულიად უუნაროა სათანადოდ დაიცვას თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორს მდებარეობს. მართლა ასეა. ხერსონის თავდასხმიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, 19 მაისის ღამეს, უკრაინამ კიდევ ერთი წარმატებული დარტყმა აღნიშნა. ამჯერად ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, ქალაქ შისნივში. იქ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების დრონის ოპერატორებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს რუსი ოპონენტების წინააღმდეგ. მათ აღმოაჩინეს და გაანადგურეს სასწავლო ცენტრი, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებდნენ უპილოტო აპარატების ოპერატორების საბრძოლო მომზადებისთვის. რობერტ ბროდი, კოდური სახელით მაჯარი, რომელიც უპილოტო სისტემების ძალების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, Facebook-ზე თავდასხმის დეტალები გააზიარა. მან გაამხილა, რომ მისიას დაერქვა თოვლი ახმატისთვის, რადგან შიზნა ინგლისურად თოვლიანს ნიშნავს. მაჯარმა ასევე განმარტა, რომ გამოკენებული იყო 11 საბრძოლო დრონი. თითოეული აღჭურვილი იყო 100 კილოგრამიანი ან 220 ფუნტიანი საბრძოლო თავებით და შემდეგ აღწერა თავდასხმის შედეგება. ჩვენ დავაპყრით 78 ესევა, ახმატის მოტორიზებული სპეციალური დანიშნულების პოლკის სასტალო და საწარმოო ობიექტს და დროებით დისლოკაციის პუნქტს, რომელიც სახელად მიენიჭა ამესტაანსა კადიროვის პატივსაცემად და მოქმედებს ჩიების არმიის 42 დივიზიის შემადგენლობაში. თავარი ორსართულიანი შენობა, რომელიც 2484 კვადრატულ მეტრს მოიცავდა, შეიცავდა უპილოტო საფრენი აპარატებისა და საბრძოლო თავების აწყობის ობიექტებს და სართულს, სადაც პერსონალი იყო განთავსებული. სარდაფში არსებული საბრძოლო მასალის მარაგმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა იმ ჩიებს, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ. მაგიარმა ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად დაახლოებით 65 რუსი სპეციალური დანიშნულების ძალების კურსანტი დაიღუპა. ასევე ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე არის რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო სამსახურის აკადემიის დოქტორი, კოდური სახელით ბური. კიდევ ერთხელ ეს ზუსტად ის ადგილია, რომელიც რუსებმა უნდა შეძლონ დაიცვან. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ეს მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტია და არ უნდა ყოფილიყო ასეთი რთული, რომ სოფლიოს მეორე ყველაზე ძლიერ არმიას მის გარშემო შესაბამისი საჰაერო თავდაცვა მოეწყო. თუმცა კიდევ ერთხელ უკრაინულმა დრონებმა შეძლეს უპრობლემოდ შეეღწიათ ამ ტერიტორიაზე და დაუსჯელად გაენადგურებინათ მათი მიზანი. და ასეთი რამ ომის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო ხშირად ხდება. მაგალითად, აპრილის ბოლოს უპილოტო სისტემების ძალების 413 ცალკეული პოლკის დრონის ოპერატორებმა წარმატებით დაარტყეს რუსეთის ბაზ სარმატის ცენტრს, რომელიც ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარეობს, დობს და წარმოადგენს მნიშვნელოვან დრონების განვითარების ობიექტს. სამხედროების ანგარიშის მიხედვით დარტყმა განხორციელდა დროებით განთავსების პუნქტზე. ასევე რამდენიმე სახელოსნოზე, სადაც რუსული ძალები აწარმოებდნენ და ამზადებდნენ ყველაფერს უპილოტო საფრენი აპარატებიდან დაწყებული, სახმელეთო რობოტულ სისტემებსა და ელექტრონული ომის აღჭურვილობით დამთავრებული. აპრილში უფრო ადრე კიდევ უფრო მასშტაბური თავდასხმა მოხდა, როდესაც უკრაინის მომაკვდინებელი დრონის პილოტების მიერ მრავალი ობიექტი მიწასთან გაასწორეს. მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში 15 აპრილს უპილოტო სისტემების ძალებმა გაანადგურეს 3 ცალკეული საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა, 2 ისკანდერის ბაზა, რუბიკონის ბაზა, 2 ნავთობის საცავი, საბრძოლო მასალის საწყობი ყირიმში და რამდენიმე სამხედრო ობიექტი დონეცკში. სულ ჯამში 16 ობიექტი. კიდევ ერთხელ მაჯარი ამაყად აზიარებდა ამ ამბავს ონლაინში. აღწევდა თუ როგორ განახორციელეს თითქმის სასწავლებრივი შეტევა 414 მაჯარის ფრინველების ცალკეული ბრიგადის მე-9 კიროვის ბატალიონის პილოტებმა. ისეთი მდგომარეობაა, რომ თითქმის ვერცერთ კვირა არ გადის მსგავსი დარტყმის შესახებ სათაურებისა და ახალი ამბების გარეშე. ხშირად უკრაინის დრონები ანადგურებენ მაღალი ღირებულების რუსულ სამიზნეებს, ხშირად კონცენტრირდებიან ან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ან იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ეს სისტემები უნდა იცავდეს. სანამ ამ თავდასხმების გრძელვადიან შედეგებს უფრო დეტალურად განვიხილავთ, თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვყოფთ და ვაანალიზებთ ყველაფერს. რაც უფრო ხშირი ხდება ეს თავდასხმები, მით უფრო უარესდება მდგომარეობა რუსეთისთვის. უკვე ქვეყნის ყველაზე რადიკალური ნაციონალისტი, სამხედრო ბლოგერებიც კი ღიად გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას და კრემლსაც კი უპირისპირდებიან. კითხულობენ, როგორ და რატომ უშვებენ ასეთ თავდასხმებს. და მათი გაბრაზების მიზეზის გაგება რთული არ არის. რუსეთი ხომ ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ძალად ითვლება მსოფლიოში. ის ბევრად უფრო პატარა და სუსტ მოწინააღმდეგეს უნდა ებრძოდეს. ეს ომი რუსეთს წლების წინ უნდა მოეგო. თუმცა 4 წელზე მეტი გავიდა ომის დაწყებით და გამაჯდან და გამარჯვების ზღვარზე ყოფნის ნაცვლად, რუსეთი არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი, ხოლო უკრაინა სულ უფრო ძლიერდება. ასეთი თავდასხმები ნამდვილად აჩვენებს ორ მხარეს შორის დრამატულ განსხვავებებს სტრატეგიაში, ტაქტიკასა და მთლიანად იმ შესაძლებლობებში, რომლებსაც ისინი ავლენენ გამოწვევებთან და ომის ცვალებად პირობებთან ადაპტაციისას. ერთ მხარეს არის რუსეთი, რომელიც პირველივე დღიდან მოქმედებს ურყევილ წმენით, რომ ამ ომის მოსაგებად მხოლოდ უხეში ძალა არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტაქტიკა დროთა განმავლობაში ოდნავ შეიცვალა, თავდაპირველი აქცენტი ჯავშან ტექნიკასა და მექანიზებულ შეტევებზე, დრონებსა და გლაიდ ბომბებზე გადავიდა, საერთო სტრატეგია ყოველთვის ერთი მარტივი პრინციპით შემოიფარგლებოდა. თუ რუსეთი საკმარისად ბევრ ადამიანს და საბრძოლო მასალას გადაისვრის უკრაინაში, საბოლოოდ გაიმარჯვებს.
ქვეყნის თავდაცვა ვერ შეძლებს სამუდამოდ გაძლებას და გაძლებას და საბოლოოდ დაეცემა. და თუნდაც ეს მილიონი სიცოცხლისა და მილიარდობით დოლარის აღჭურვილობის ფასად დაუჯდეს, კრემლის გამარჯვება მაინც გარდაუვალი უნდა იყოს. პრობლემა ისაა, რომ თუნდაც ომის ადრეულ ეტაპებზე რუსული გამარჯვება გარდაუვალი ჩანდა, უკვე რამდენიმე წელი ასე აღარ ჩანს. ქვეყნის ტერიტორიული მიღწევები შემცირდა, დანაკარგები მკვეთრად გაიზარდა და მიზნების მიღწევის პროცესი შეჩერდა, გაიჭედა და ზოგიერთ ადგილას კიდეც უკან დაიხია. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ომის წაგების პირასაა და არც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინას ზიანს აღარ აყენებს. კრემლის საომარი მანქანა თითქმის ყოველდღიურად აგრძელებს შორ მანძილზე დათმებს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე, რისთვისაც დიდწილად რაკეტებსა და დრონებს იყენებს. ის კვლავ-კვლავს მშვიდობიან მოსახლეობას და მასშტაბურად ანადგურებს ინფრასტრუქტურას, თუმცა უკრაინა მაინც აგრძელებს წინააღმდეგობას. რადგან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიდგომა იწვევს დიდ სისხლისღვრასა და სისასტიკეს, ეს ასევე არის მიდგომა, რომელსაც არ აქვს რაიმე მკაფიო მიმართულება ან განზლახვა. კრემლს უბრალოდ გონია, რომ ყველაფერი რაც უნდა გააკეთოს, არის ზეწოლის გაგრძელება, დრონების, ტალღების, რაკეტებისა და პლანირებადი ბომბების გაგზავნა და საბოლოოდ უკრაინა დანებდება და დაიშლება. ისინი აჩვენებს ზეწოლას, მაგრამ ძირითადად უბრალოდ ერთსა და იმავეს აკეთებს ისევ და ისევ, იმ იმედით, რომ შედეგი როგორღაც განსხვავებული იქნება. ამასობაში ამ კონფლიქტის მეორე მხარეს გვყავს უკრაინა, რომელმაც ომთან მიმართებაში სრულიად განსხვავებული მიდგომა აირჩია. ყურადღება გაამახვილა ინოვაციაზე, ადაპტაციაზე და მის ხელთ არსებული თითოეული რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაზე. რთულია დაინახო ლოგიკა რუსეთის დრონებისა და რაკეტების დარტყმებში. მაგრამ ბევრად უფრო ადვილია ლოგიკის დანახვა უკრაინის ქმედებებში და დარტყმა ფესების ბაზაზე, სხვა ბოლოდროინდელ თავდასხმებთან ერთად, დრონების საწვრთნელ ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვასა და სხვა სამხედრო ობიექტებზე, საკმაოდ ნათლად აჩვენებს ქვეყნის გეგმას. ეს არის ორფაზიანი გეგმა. პირველი ფაზა გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის სისტემატურად განადგურებას. S-300-ები, S-400-ები, ფანცირები, ბუქები, თორები, ყველა ეს სისტემა და სხვა დანარჩენიც უკრაინელი დრონების ეკიპაჟების მიერ ნადგურდება და იდევნება, კვირიდან კვირამდე, როგორც დომინოს ქვები. ზოგიერთი მათგანი ათეულობით მილიონი დოლარის, ზოგი ასეულობით მილიონი, ზოგიერთი კი თითქმის მილიარდ დოლარს უახლოვდება. ყოველ ჯერზე, როცა ამ სისტემებიდან რომელიმე განადგურდება, რუსეთის სერიოზულ ფინანსურ ზარალს იღებს და მას არ აქვს ამ სისტემების უსასრულო მარაგი, რომ უბრალოდ შეცვალოს განადგურებული. მეტი ასეთი სისტემის წარმოებას დრო, ფული და მასალები სჭირდება. ამ დროს კი რუსეთს თავდაცვაში დამატებითი ხველები უჩნდება. სწორედ აქ იწყება მეორე ფაზა. როგორც კი თავდაცვა დასუსტება, უკრაინას თავისუფლად შეუძლია გამოიტანოს თავისი მძიმე შეიარაღება. მაგალითად, უფრო დიდი დრონები, რომლებიც შეიძლება ოდნავ ნელა მოძრაობენ, მაგრამ ბევრად უფრო დიდი საბრძოლო ტვირთვირთი აქვთ და რუსულ ინფრასტრუქტურას უფრო სერიოზულ ზიანს აყენებენ. აი რატომაც ხედავთ, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ლოგისტიკური კვანძები, სამეთაურო პუნქტები, შტაბები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები კვირიდან კვირამდე უკრაინული საბრძოლო მასალით იწვის. ეს არც შემთხვევითობაა და არც იღბალი, ეს მიზანმიმართული მოქმედებაა. უკრაინა მუდმივად აგროვებს მონაცემებს მტერზე, არკვევს სად არის განლაგებული მისი თავდაცვა და პოულობს საუკეთესო გზებს მათი განადგურებისთვის. და ომის გაგრძელებასთან ერთად ყველა ამ საქმეში ბევრად უკეთესი გახდა. მართლა თუ რამდენიმე წლით უკან დავბრუნდებით, ასეთი რამ უბრალოდ რეგულარულად ახდებოდა. უკრაინა დროდადრო ახორციელებდა ღრმა დარტყმებს რუსეთის სამიზნეებზე, მაგრამ მისი თავდასხმები როგორც წესი საკმაოდ სპორადული იყო, ზოგჯერ რამდენიმე კვირით ან თვეობითაც კი იყო დაშორებული. და ისინი ყოველთვის დიდ ზიანს არ ატენებდნენ, რადგან ქვეყანას მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ის დახვეწილი იარაღი ან დამატებითი გამოცდილება, რაც დღეს აქვს. ეხლა ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა. უფრო განძლე და უკეთ არჭურვილი უკრაინა უკეთ უნკალდება კონფლიქტის პირობებს, ანადგურებს მტერს და თითქმის არ აძლევს მათ ამოსუნთქვის საშუალებას თითოეული შეტევის შორის. ანალოგიურად, ომში იყო დრო, როცა უკრაინული დრონებისგან სიკვდილის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ რუსებს ემუქრებოდათ, რომლებიც ან წინა ხაზზე იყვნენ, ან ძალიან ახლოს მასთან, რადგან დრონებს მხოლოდ გარკვეულ მანძილზე შეეძლოთ ფრენა, სანამ გარდაუვლად ჩამოარდებდნენ. ეხლა კი კიდევ ერთხელ სიტუაცია შეცვლილია. სულ უფრო ხშირად ხედავთ ცნობებს, რომ უკრაინული დრონები ათეულობით ან ასეულობით მილს დაფრინავენ მტრის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ რეგიონებში, ან თუნდაც საზღვარს გადაცილებით რუსეთში, ადვილად პოულობენ და ანადგურებენ კრემლის ჯარებს. არავინ არის უსაფრთხოდ, არც ერთი ადგილი არ არის უსაფრთხო. და ეს ყველაფერი უკრაინის მთავარი გეგმის დამსახურებაა, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, იმაზეა აგებული, რომ ეს ომი რუსეთისთვის მაქსიმალურად რთული გახადოს. ეს გულისხმობს მტრის თავდაცვის განეიტრალებას, მათი ყველაზე ღირებული რესურსების განადგურებას და მომარაგების ხაზების გაწყვეტას, რომლებიც ფრონტის ხაზს ამარაგებს და კრემლის საომარ მანქანას ენერგიას აძლევს. და ეს საოცრად კარგად მუშაობს. რადგან რაც უფრო სუსტდება რუსეთი, მით უფრო ძლიერდება უკრაინა. რაც უფრო მეტ თავდაცვას განეიტრალებს, მით მეტი გზა იხსნება დამატებითი შეტევებისთვის. რაც უფრო მეტ ინფრასტრუქტურას განადგურებს, მით უფრო მეტ დროსა და ფულს ხარჯავს რუსეთის შეკეთებებზე. და რაც უფრო მეტ მომარაგების ხაზს წყვეტს, მით უფრო უჭირთ კრემლის წინა ხაზის ძალებს გადარჩენა და შემდეგი ნაბიჯების დაგეგმა. ისინი წერტილს უახლოვდება, სადაც უკრაინას თეორიულად შეიძლება თითქმის ყოველდღიურად განახორციელოს რუსეთის მნიშვნელოვან სამიზნეებზე სიღრმისეული დარტყმები. სინამდვილეში 1-დან 21 მაისის პერიოდში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა განაცხადეს, რომ მთლიანობაში გაანადგურეს 20 საჰაერო თავდაცვის სისტემა. ეს პრაქტიკულად ნიშნავს ერთს დღეში. ეს უბრალოდ არ არის მდგრადი რუსეთისთვის. როგორ შეიძლება ქვეყანამ მოიგოს ომი, როცა ვერ ახერხებს საკუთარი ინფრასტრუქტურის დაცვას, რომელიც ფრონტიდან მრავალი მილითაა დაშორებული?
როგორ შეიძლება კვლავ ელოდოს გარდაუვალ გამარჯვებას, როცა მისი თავდაცვა ასე სწრაფად ინგრევა? მარტივი პასუხია: ვერ შეძლებს. რუსეთი მარცხს განიცდის. ის განიცდის დარტყმას. დარტყმის შემდეგ და მისი სამხედრო ლიდერები ვერ პოულობენ პრობლემების გადაჭრის გზებს. ისინი იძულებულნი არიან ეფექტურად გაანაწილონ დარჩენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, გადაადგილებენ სისტემებს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში, ხოლო სხვებს სრულიად დაუცველად ტოვებენ. ამის მტკიცებულება შეიძლება ითქვას ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს ყირიმში, სადაც რუსი სამხედრო ბლოგერები ჩივიან, რომ კრემლს როგორც ჩანს, მიტოვებული აქვს მცდელობა სათანადოდ დაიცვას ტერიტორია, რომელიც მან უკანონოდ მიიტაცა 2014 წელს. ერთ-ერთი ბლოგერი სახელად მაქსიმ კალაშნიკოვი მაგალითად ამბობს: ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო გზა სულ უფრო ემსგავსება ავღანეთის გზებს 1980-იან წლებში. გზის პირას განადგურებული ტექნიკის ნარჩენებია მიმოფანტული. მტერი დრონებით არღვევს მომარაგებას. სხვა ბლოგერმა დაამატა, რომ ჩანს სისტემური მცდელობა ყირიმისკენ, სახმელეთო ლოგისტიკური დერეფნის გადაკეტვისა, ხოლო რომანოვი არნიშნავს. აშკარა ფაქტია, რომ ასეთი თავდასხმების რაოდენობა და სიხშირე მალე გაიზრდება. თუმცა ეს აშკარა არ არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისთვის. მარშრუტის გასწვრივ მცირე საჰაერო სადამკვირვებლო პოსტები არ არის, ამიტომ არავინ დაუპირისპირდება დრონების ჯგუფებს. ის ამატებს, რომ ამ ტერიტორიაზე არავინაა, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას დაიცავს. არც მობილური სადამკვირვებლო ჯგუფებია, არც დამცავი ბადეებია დამონტაჟებული მომავალი დრონების თავდასხმებისგან დასაცავად. კიდევ ერთხელ, ეს ნორმალური არ არის. წარსულში ლოგისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ან ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე რუსეთს მაინც შეეძლო საკმაოდ სერიოზული თავდაცვითი ზომები მოეწყო. მაგალითად, დამონტაჟებული ჰქონდა ბადეები და სხვა ანტიდრონული ზომები, ასევე ელექტრონული ბრძოლის ჩამხშობები, მობილური დრონების ჯგუფები და ასე შემდეგ. ეხლა ეს ყველაფერი აღარ არის. და ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს არ აინტერესებს ან არ უნდა დაიცვას ის ტერიტორიები, რომლებიც დაიკავა. ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ უკრაინა იმდენად კარგად ახერხებს საჭირო ადგილებზე და საჭირო დროს დარტყმებს, რომ მტრისთვის თითქმის შეუძლებელია რაიმე სერიოზული თავდაცვის ორგანიზება. როდესაც რესურსები და შესაძლებლობები სულ უფრო მცირდება, ხოლო დარტყმების რაოდენობა მის ინფრასტრუქტურასა და თავდაცვაზე იზრდება, რუსეთის პერსპექტივები არასდროს ყოფილა ასეთი მძიმე. ამ ვიდეოში შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ქვეყნის კატასტროფული კოლაფსის შესახებ. ან თუ გსურთ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ აჯობა უკრაინამ თავის მოწინააღმდეგეს გონიერებითა და სტრატეგიით, ნახეთ ეს ვიდეო, სადაც აღწერილია, როგორ მოახერხეს კიევის ელიტარულმა ჰაკერებმა არაფერს ეჩმიუტანებელი რუსების შეტყუება და გარდაუვალ სასიკვდილო მახეში ჩაგდება. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ The Military Show, რათა მიიღოთ მეტი ანალიზი, ინფორმაცია და უახლესი სამხედრო სიახლეები მთელი მსოფლიოდან. და მადლობა როგორც ყოველთვის მომუყურებთ.